ძვირფასო პოლიციელებო, იცით თუ არა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 1984 წელს მიიღეს და მისი მიმღები საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმია. გასულ საუკუნეში მიღებული კოდექსი შეუსაბამობაშია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან. მისი რეგულაციები საბჭოთა ეპოქაზეა მორგებული. ნორმები ბუნდოვანია და სათავეში მყოფებს მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. საპროტესტო აქციების მონაწილეებს ბრალს ძირითადად ამ 1984 წლის კოდექსის მუხლებით უყენებთ ხოლმე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადმინისტრაციული კოდექსის მიღებიდან დღემდე მასში არ შესულა რაიმე თანამედროვე ცვლილება. პირიქით, დროთა განმავლობაში სანქციები უფრო და უფრო მკაცრდებოდა. არ ვიცი გამკაცრება თქვენ რა მასშტაბით წარმოიდგინეთ და ალბათ თვალი არ გიდევნებიათ, მაგრამ გარწმუნებთ, რეალობა ბევრად მძიმეა. ავიღოთ თქვენი საყვარელი და ყველაზე პოპულარული 173 მუხლი. პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. 2011 წელს ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა 400 ლარიანი ჯარიმით ისჯებოდა. 2014 წელი 250 ლარიდან 2000 ლარამდე, ან პატიმრობა 15 დღემდე. 2018 წელი 1000 ლარიდან 4000 ლარამდე, ან პატიმრობა 15 დღემდე. 2021 წლის აპრილში პარლამენტმა ცვლილება COVID რეგულაციების პარალელურად ღამის საათებში ჩუმად და დაჩქარებულად მიიღო. ამ წელს ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც დაემატა. სამართალდარღვევის 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენაც დასჯადი გახდა და ბევრად უფრო მკაცრად. მაგრამ 2025 წლის ცვლილებებმა ყველა რეკორდი მოხსნა. ჯარიმა 6000 ლარამდე გაიზარდა. პატიმრობა კი 2 თვემდე. ეს სანქციები ადმინისტრაციულზე უფრო მეტად რეპრესიული რომაა, იმედია ამაზე ვთანხმდებით. ახლა ვნახოთ, რის გამოა ეს ამხელა ამბავი. 173 მუხლის მიხედვით ისჯება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა კანონიერი. რეალურად კი პოლიციის მხრიდან აქტივისტების მისამართით წაყენებული მოთხოვნები ხშირად უკანონოა, რასაც როგორც პრაქტიკა მაჩვენა, სამწუხაროდ არც სასამართლოები ითვალისწინებენ. მოსამართლეები უკანონო დაკავებაზე სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქის ბუნებრივ რეაქციას წინააღმდეგობად აფასებენ. არადა როგორ გინდა დაემორჩილო პოლიციელის იმ მოთხოვნას, რომელიც ბავშვის წამლისთვის მებრძოლ დედას საპროტესტო აქციაზე პლედის მიტანას უკრძალავს. ამ მაგალითის მორალურ ნაწილს რომ თავი დავანებოთ, მსგავსი რამ კანონის დღევანდელ რეპრესიულ ვერსიაშიც კი არ საწერია. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა უკანონოა. ძვირფასო პოლიციელებო, უნდა დაემორჩილოს თუ არა მოქალაქე თქვენს მოთხოვნას, მაშინ, როცა ის უკანონოა.